ვთქვათ ორი სიტყვა სამეფო და დამანგრეველ გრადუსებზე, იმიტომ რომ ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს თემა ზოგადად ცოტა ისეთი არის თავისებური. ზოგადად ყველა ნიშანს აქვს სამეფო და დამანგრეველი გრადუსი. შესაბამისად, როდესაც პლანეტა ხვდება სამეფო გრადუსზე, ეს არის კარგი. ეს არ არის რაღაც სასწაული, რაღაც არანორმალური და გლობალური, მაგრამ ეს ხელს უწყობს პლანეტის რეალიზაციას. მით უმეტეს კარგი იქნება თუ რა თქმა უნდა მოხდება ასცენდენტზე, ან მოხდება რომელიმე ნათობების გრადუსზე, მაგალითად სადაც დგას პლანეტა, ან თუ მოხდება რომელიმე ვარსკვლავთან შეერთებაში პლანეტა და სამეფო გრადუსზე, ეს მით უმეტეს ძალიან კარგი იქნება, მით უმეტეს თუ ვარსკვლავი იქნება მნიშვნელოვანი რუკაში. ანუ ძალიან ხელს უწყობს რეალიზაციას ზოგადად, როდესაც საუბარი არის სამეფო გრადუსზე, თუ არის საუბარი დამანგრეველ გრადუსზე, ამას უკვე მეორე რადიკალური მინუსი აქვს, ანუ ესეთ შემთხვევაში პლანეტა სუსტდება, რეალიზაცია სუსტდება და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო, ესე ვთქვათ, ანგრევს პლანეტას ეს კონკრეტული გრადუსი ნელ-ნელა ფიტავს. შესაბამისად, ესეთ პლანეტებზე უფრო მეტი არის სამუშაო, უფრო მეტად გასამაგრებელია ესეთი პლანეტები, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მათი რეალიზაციის შანსი, ესე ვთქვათ, იკლებს. ზოგადად ყველა ნიშანს აქვს სამეფო და დამანგრეველი გრადუსები, თუმცა არის ორი გამონაკლისი, როდესაც სამეფო და დამანგრეველი გრადუსები ამ ნიშნებში ნაკლებად მოქმედებს და ხშირად არ ითვალისწინებენ, ეს არის კურო და მშვილდოსანი. გარდა ამისა არის კიდევ გამონაკლისები, მაგალითად სასწორი და თევზები, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური დამანგრეველი გრადუსი აქვთ, ანუ სამეფო გრადუსი არ აქვთ. და არის კიდევ ორი ნიშანი, ქალწული და მერწყული, რომელსაც მხოლოდ სამეფო გრადუსები აქვს და დამანგრეველი გრადუსი არ აქვთ. აი ეს თავისებურებები არის, თვითონ ნიშნების მიხედვით, არაფერი გლობალური არ არის რადიკალური, ესე ვთქვათ, და რადიკალურად დადებითი ან რადიკალურად უარყოფითი ამ გრადუსებში, უბრალოდ ეს უწყობს ხელს პლანეტის რეალიზაციას და ეს არის ძალიან კარგი ბიძგი დასაწყისშივე, როდესაც ნატალურ რუკაში არის სამეფო გრადუსი და რამდენიმე პლანეტა დგას სამეფო გრადუსზე, იმიტომ რომ როდესაც ვითვლით პლანეტების ძალას, სამეფო გრადუსზე დგომა მატებს ძალას პლანეტას კონკრეტულს და შესაბამისად აძლევს კონკრეტულ ქულას. რეალურად წინწევს პლანეტას და აძლიერებს პლანეტას. რატომღაც დამანგრეველი გრადუსები არ გაითვალისწინება პლანეტის შეფასების დროს. ალბათ იმიტომაც რომ მაინც და მაინც არ არის რადიკალური, ესე ვთქვათ, უცებ დიდი გავლენა არ აქვს, გავლენა აქვს დამანგრეველ გრადუსებს დროთა განმავლობაში, ანუ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ძლიერია მათი გავლენა. თავიდანვე როგორც ისეთი არ აქვს, ამიტომ გავლენა, ამიტომაც ისე თუ ასე არ არის გათვალისწინებული პლანეტების ძალის შეფასების ცხრილებში.